სტუმრის უსაფრთხოება. Ყველაზე დიდი ცოდვა ეს არის. ალბათ იტყვით, რომ ეს ჩემი საქმეა და დიახ, ეს ჩემი საქმეა. კარგი კიბეები, მაგალითად 100 კიბე ქუთაისში. მოგესალმებით, ჩემი სახელია ირაკლი მატარაძე და ეს არის სალაშქრო პოდკასტი. პირველი გარე სტუდია ავირჩიე აჯამეთის აღკვეთილი, რომელიც მდებარეობს იმერეთში, ქუთაისიდან 15 კილომეტრის დაშორებით. ჩემი მთავარი მიზანია ვისაუბრო ლაშქრობაზე. მაფიქრებს ის ფაქტი, თუ ჩვენი მოსახლეობა როგორ არის დაინტერესებული ლაშქრობით. შეიძლება ამ ვიდეოს შემდეგ თქვენ დაიწყოთ ლაშქრობა. სალაშქრო რჩევების მხრივ მე მინდა გამოვყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი არხი საქართველოში. ეს არის ლაშქრობა, რომელიც ეკუთვნის გიორგი ნაზღაიძეს. მახსოვს, რომ 2018 წელს, როცა სალაშქრო ინფორმაციას ვეძებთ მე ჩემი მეგობრები, აქტიურად ვიყენებდით ამ არხს. გიორგი ნაზღაიძე გვიყვება თავის გამოცდილებებს. ეხლა ის დრო დადგა, რომ მე მოგიყვეთ ჩემი გამოცდილებები. საკმაოდ ბევრი დამიგროვდა, რადგან მოდი ერთ ვიტყვი, რომ მე მაქვს გავლილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი საფეხმავლო გამყოლის კურსი, რომელიც აქვს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას. თუ კი თქვენ გსურთ ამ სფეროში იმოღვაწეოთ როგორც გიდმა, აუცილებლად უნდა გაიაროთ ეს კურსი, რათა პირველ რიგში გაიგოთ სტუმრის უსაფრთხოება, როგორ უნდა აწარმოოთ ტურის დროს. შესაბამისად, მე გავუწევდი 100%-იან რეკომენდაციას ამ კურსს. 2018 წელს მეგობრებმა ჩემმა სკოლის კლასელებმა თხოვეს ლაშქრობაზე წასვლა, რადგან ამაზე მე დავთანხმდი, მაშინ ფიზიკურ ფორმაში ვიყავი ნული, ზოგადად არ შემეძლო არანაირი ფიზიკური აქტივობა. თუმცა, კეთილი მეგობრების წყალობით მათ შემოთავაზეს ლაშქრობა და დავთანხმდი. მაგრამ ეხლა რაში არის საქმე? ეს ლაშქრობა იყო ორდღიანი, ჭირდებოდა საჭირო აღჭურვილობა. პირველი ეს იყო ძირითადი აღჭურვილობა, რაც არის საბაზისო, სალაშქრო ჩანთა, საძილე ტომარა და ძირსაგები. აღმოჩნდა, რომ რადგან ჩემ ძმას ჰქონდა ჯარი ახალი დამთავრებული, სახლში მე მქონდა ჯარის ჩანთა, საძილე ტომარა და ძირსაგები. შესაბამისად ის მოხდა, რომ შემეძლო ლაშქრობაზე წასვლა. როდესაც პირველად მინიხარ ერთდღიან ლაშქრობაზე, შეგიძლია უბრალოდ სპორტული დასაცმელია იყო, სპორტული ბოტასი, სკოლის ჩანთა, დაახლოებით ესეთი ზომის და ეს სრულიად საკმარისია ილაშქრო. ამ ზაფხულის ლაშქრობაზე ვიარე დაახლოებით 15-20 კილომეტრი და ეს იყო ჩემთვის მაქსიმალური რეკორდი, რაც კი დღეში გამივლია. ზოგადად იმ ორ დღეში ვერ გავანალიზე თუ რა დატრიალა ჩემ თავს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ლაშქრობა არ იყო ბედნიერების მომტანი, რადგან ფიზიკურად არ ვიყავ კარგ ფორმაში და სიარული მიჭირდა. ყველაზე დიდი ცოდვა ეს არის, წავიღე ღვინო ხალხო, კატასტროფა, ლიტრა ნახევრიანი შავი ღვინო მქონდა წაღებული, ლაშქრობაზე და ვატარე დაახლოებით 20 კილომეტრი. საღამოს დავლიერთი ერთი ჭიქა და ვსაო. და მე მეგონა, რომ ლაშქრობაში ბედნიერება არის, როცა ღვინო მიგაქვს და ხალხო წარმოგიდგენიათ, ვინმე რომ დაგავალოთ, რომ 20 კილომეტრი ატარეთ ლიტრა ნახევარი დაამატებითი ღვინო. ხო, რამდენად სისულელია. გავაკეთე მე. და ეხლა რა ვთქვა, რომ მსხვენია, არ ვიცოდი და არ ცოდნა, არ არის პრობლემა რა, თუ რამე არის, არ არის პრობლემა. მინდა შევეხავ ქართულ მოლაშქრეთა კლუბებს. ამ ხრივ ალბათ გამოირჩევა მაინც თბილისი, რადგან აქ არის საკმაოდ კარგი მოლაშქრეთა კლუბები. რას გირჩევდით, როგორ შეაფასოთ მოლაშქრეთა კლუბი, კარგია თუ ცუდი. პირველ რიგში სტანდარტი, ზოგადად საფეხმავლო სფეროში და ზოგადად სალაშქრო სფეროში, თუ კი დიდი ეკუთვნის რომელიმე ორგანიზაციას, მაგალითად სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას, მაშინ თქვენ თამამად უნდა ენდოთ მათ, რადგან მათ აქვთ ისეთი დონის კურსი გავლილი, რომელიც შექმნილია ქართველი და უცხოური სპეციალისტების მიერ სპეციალურად ჩვენთვის. ერთი ეს არის, თუმცა არიან ძალიან მაგარი გიდები, რომლებსაც არ აქვთ კურსი გავლილი. და შეგიძლიათ მათ გამოცდილებას და ზოგადად ივენთის აღწერას ენდოთ. ივენთის აღწერაში თუ არის ყველა ის კარგი მითითება, რაც არის, რომ ტური როგორი ტიპის არის, მარტივია, საშუალოა, რთულია, რამდენი კილომეტრი უნდა გაიარო, რა სიმაღლე უნდა აწიოს ზღვის დონიდან, რა არის მაგალითად რჩევებში მოცემული ერთდღიანი ლაშქრობისთვის, რა ტიპის აღჭურვილობა გჭირდება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ნიუანსი და საკითხი არის. მე შემიძლია თამამად გირჩიოთ, რომ გაყვეთ მათ და ეხლა რაც შეეხება რეგიონებს, მაგალითად აჭარაში არის აჭარის მოლაშქრეთა კლუბი, ეგეთი კარგი ორგანიზაცია. რაც შეეხება ქუთაისს, ალბათ გამიჭირდება რომელიმე ტურისტული კომპანიის დასახელება, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობს. თუმცა ალბათ იტყვით, რომ ეს ჩემი საქმეა და დიახ, ეს ჩემი საქმეა. მე და ჩემი მეგობრები გეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს. ჩვენ გვაქვს კოლხის კემპი, ეს არის სტარტაპი, რომელიც გააერთიანებს ქუთაისში როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ლაშქრობას, ასევე ტურისტებთან მიმართებაში. გიწევთ ჩვენ ჯგუფში, ეს არის კოლხის კემპი, Facebook ჯგუფი. ღია არის ყოველთვის, შეგვიძლიათ დაგვემატოთ. შეგიძლიათ თქვენი რჩევები, აზრები გააგვიზიაროთ ლაშქრობის მიმართულებით და ჩვენ მზად ვართ მოგისმინოთ, რაც მთავარია. ეხლა არის იანვარი, იანვრის ბოლო არის და ყველაზე კარგი არის რა, დავიწყოთ მზადება ზაფხულისთვის.
ახლა სტუმრები ყავს აუდიტორია მოვიდა. ტექნოლოგიის ხრივ იმდენად დიდ დროს ვატარებთ ჩვენ ტელეფონებში და ლეპტოპთან. აი, ეხლა როგორ ვარ იცი? დიდი ხანი არ ყოფილა ლაშქრობაზე და ზოგადად მწვანე გარემოში. ნუ ეხლა ზამთარია და მწვანე გარემო ნაკლებად არის, თუმცა მაინც ეხლა თვალის დასვენებაა, როდესაც გარეთ გამოდიხარ და ბუნებაში ხარ. ხო, ჩემი სრულად სახე და სხეული გონია რომ ეხაც ტელეფონში ვიყურები და ანუ ეგ გამოსხივება და რავი, ეგ ეკრანი ხო, ეხაც მელანდება და სამცხაროდ ჯერ ვერ გამოვედი და ეხლა ბევრჯერ მქონია მომენტი, რომ როდესაც 2 ან 3 დღიან ლაშქრობაზე ყოფილვარ და მწვანე გარემოში სადაც ტელეფონს არ დავიყენებდი, ის შეგრძნება რომ მე რაღაც ელექტრონული რაღაც ნაწილი ვარ, ეგ მომხსნია, აი მაგალითად თვალების პრობლემა ვისაც აწუხებს, აი დიდი ხანი როცა ტელეფონში იყურები, აი ხო რა თვალი გეძაბება, ამ დროს როდესაც მწვანე გარემოში ვიყავი, აი თვალი წნარდება, ეგ არის რა, ეს პლუსი აქვს, რომ რადგან მწვანე გარემო არის ჩვენი ხალხო, რავი, შენობები არ არის ჩვენი. კარგი, წადით ახლა. მე მინდა რომ პირველ რიგში ქართულმა ხალხმა დაიწყოს ლაშქრობა. და ეს არის კულტურა არის, ანუ, როდესაც შენ იცი რა ტიპის დასაცმელი უნდა ჩაიცვა წვიმაში, რა ტიპის დასაცმელი უნდა ჩაიცვა ზამთარში, თოვლში, კარგ მზეში, კარგ ამინდში, შენი ჯანმრთელობაც არის, იმიტომ რომ მაგალითისთვის წარმოვიდგინეთ, რომ თუ ზაფხულზე შენ სიცხეში გასვია ბამბის მაისური, რაღაც არასწორად ხდება, ანუ. იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენივე სხეული როდესაც გამოიყოფა ხო ბამბას სველდება და არ შრება და როდესაც ხელოვნური მასალის მაისური გაცვათ, მაგალითად სპორტული მაისური, რომელიც არის სუნთქვადი, იმ წუთასვე შრება. 2019 წელს რომ მე უარი მეთქვა ლაშქრობაზე წასვლაზე, ალბათ ეხლა რავი, ამ ბუმბულის ქურთუკის მაგივრად მეცმებოდა რაღაც კლასიკური შავი დუტი. ეხლა არის იანვრის ბოლო და იდეალური პერიოდია დავიწყოთ ფიზიკური ვარჯიში ლაშქრობისთვის. ეს შეიძლება იყოს მარტივი ერთდღიანი ლაშქრობა ქალაქის გარშემო, შენი სოფლის გარშემო, მარტივი 5-6 კილომეტრიანი ბილიკის გავლა მაგალითად კვირაში ერთხელ. ეს არის საკმაოდ კარგი ქმედება. ამ დროს ფიზიკურად იტვირთები, ამ დროს შენი სხეული ნელ-ნელა გამოდის ამ ზამთრის ძილიდან და ეს არის ძალიან კარგი. თუ კი მაგალითად დარბაზში ვარჯიშობთ, ფიტნეს კლუბში, ვინც დარბაზში ვარჯიშობთ, სამწუხაროდ ქართულად არ მახსოვს რა ქვია ამ ტრენჟერს. კეიბეები არის, მოძრავი კეიბეები, ანუ სტეპერი ქვია ინგლისურად, ეგეთი და იდეალურია. ყველაზე კარგი სარბენ ბილიკი, ოღონდ არ უნდა ირბინოთ, უნდა იაროთ. დახრილობა ბილიკის უნდა გაზრდოთ მაქსიმალურზე, მაგალითად 15-ზე უნდა დააყენოთ და საშუალოდ 3-4 სიჩქარით ტემპის იარული, ეს ძალიან კარგი კარდიო ვარჯიში არის ფეხებისთვის. ან ყველა ფეხის ვარჯიში, ზოგადად კარდიო ვარჯიში და ყველა. ამიტომ მე გირჩევთ, რომ დაიწყოთ ახალ ვარჯიში, მაგალითისთვის თუ სადმე იცით, კარგი კიბეები, მაგალითად 100 კიბე ქუთაისში, ყველაზე კარგი სავარჯიშო არის ლაშქრობისთვის. თავიდან თუ გაგიჭირდება, არ არის პრობლემა და უბრალოდ სიარულით იარე, თუ იგრძნობ მეტ ძალას, შეგიძლია აირბინო და ეგეთი ტიპის ვარჯიში გააკეთო. დღეს რეალურად საკითხები არ მაქვს დალაგებული, იმიტომ რომ თუ საკითხები დავალაგე, მაინც მერევა. თუ კი გამომწერები მომემატება და მე მინდა რომ 30 წამი მაინც თუ უყურეთ. უბრალოდ მოიწონოთ ეგრევე, რადგან 1000 გამომწერი უკვე მართლა ის არის რა, მართლა შედეგია რა. და ძალიან დიდი მადლობა და შევხვდებით კიდევ.